მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს მთავარი თემა არის მეორადი ავტომობილები და კონკრეტულად აი ეს მანქანა. ეს გახლავთ Hyundai Santa Fe 2019 წლიანი, რომელიც საქართველოში ახლახან ჩამოვიდა და ჩამოვიდა ისეთ მდგომარეობაში, როგორცაც აი ამ კადრში ხედავთ. არც დარტყმული, არც ნავარები, არც შეკეთებული, აქვს გარბენი 125,000 კილომეტრი, რაც არ არის ბევრი და მისი ჩამოყვანა ფოთამდე დაჯდა $17,500. ეს Santa Fe საქართველოში ჩამოვიდა სამხრეთ კორეიდან და ჩამოიყვანა კომპანია Auto Import Georgia, რომელიც არის Auto Winis, სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი სავაჭრო პლატფორმის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ვიდეოებში Auto Import Georgia-ზე და Auto Winis-ზე და ზოგადად სამხრეთ კორეიდან მანქანების ჩამოყვანის თემაზე, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური გახდა კორეიდან მანქანების ჩამოყვანა. ის არის ფაქტობრივად top 3-ში ეს ქვეყანა ამერიკის და ევროპის შემდეგ, მას შემდეგ რაც იაპონია ცოტათი უკვე აღარ არის აქტუალური, სამხრეთ კორეა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი საქართველოში მეორადი ავტომობილების ჩამოყვანის და ჩვენ ბევრჯერ გაგაცანით რამდენიმე მანქანა, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ რომ გაგაცნოთ ისეთი ავტომობილი, რომლის ჩამოყვანა ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იმ ავტომობილებიდან, რომლებიც შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ სამხრეთ კორეიდან. მაგალითად, ჩვენ უკვე გაგაცანით SsangYong Rexton-ი, რომელიც არის კარგი ყველგანმავალი ბიუჯეტური ასევე. გაგაცანით ასევე Mercedes GLE Coupe, რომელიც ასევე სამხრეთ კორეიდან ჩამოვიდა და სხვათა შორის იგივე გერმანული და პრემიუმ ბრენდებით ჩამოდის საკმაოდ კარგ ფასად სამხრეთ კორეიდან და თუ არ გინახავთ ის ვიდეოც აუცილებლად უნდა ნახოთ. ასევე გაგაცანით მაგალითად Renault Samsung QM3, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტი, რაც შეიძლება რომ ჩამოიყვანოს სამხრეთ კორეიდან და საბოლოო ჯამში მივედით Hyundai Santa Fe-მდე, რომელიც არის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური არჩევანი და რატომ? საქმე იმაშია, რომ თუკი სამხრეთ კორეიდან მეორადი ავტომობილის ჩამოყვანას გადაწყვეტთ, ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი მაშინ გამოდის, თუ ჩამოიყვანთ იმ ბრენდის მანქანას, რომელიც სამხრეთ კორეულია. იმიტომ რომ არჩევანი იქნება გაცილებით დიდი, ფასი კი ნაკლები. ასეთებია Kia, Hyundai, იგივე SsangYong-ი და სხვათა შორის Chevrolet, რომელიც არ არის სამხრეთ კორეული ბრენდი, მაგრამ იქ აქვს ქარხანა და ბევრ მოდელს აწარმოებს. მოკლედ, აი ამ 4 ბრენდის გარშემო თუ უტრიალებთ, არჩევანი იქნება დიდი და ფასი არ იქნება მაღალი. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა ისევ ამ მანქანას. ეს არის სრული ზომის crossover-ი, წინაამძრავიანი, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მანქანა ზოგადად სოფლიოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმის კარგად დამაკმაყოფილებელი ავტომობილი. არის 7 ადგილიანი და სხვათა შორის იმის თქმაც მინდა რომ $17,500 ის ფასი რაც დაჯდა ფოთამდე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი, იმიტომ რომ გარბენი აქვს ცოტა 125,000 კილომეტრი აქვს და უფრო დიდ გარბენიანი Santa Fe-ები ჩამოდის მაგალითად $14,500-ად, $15,000-დაც 2019 წლიანებზე მაქვს საუბარი, ანუ აი ამ მოდელზე, რომელიც ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელია Hyundai Santa Fe-s თაობებისა და დღეისთვის მისი შეძენა არის ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მეორად ავტომობილებს შორის. მოდი აქვე ცალკე აუცილებლად ვისაუბროთ გარბენის თემაზეც, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე ეს კითხვის ნიშანი სამხრეთ კორეასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ ვერ მოწმდება ავტომობილის გარბენი გარკვეული კარფაქსების მსგავსი სისტემებით. ამიტომ უნდა ენდოთ იმ განცხადებას, რომელიც იქ დევს. ამიტომ ბევრს აქვს ის განცდა, რომ ჩამოყრილი გარბენით ხომ არ იქნება იქიდან ჩამოსული მანქანა. არის ამის შანსი, რა თქმა უნდა, რომ იყოს, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ სამხრეთ კორეიდან მეორადი ავტომობილის ჩამოყვანას და ჩამოაყვანიებთ ოფიციალურ პარტნიორ Auto Import Georgia-ს, ისინი თვითონ გადაამოწმებენ გარბენს, თვითონ ახდენენ მთლიანი აი ამ სისტემის მონიტორინგს და მათ აქვთ წვდომა იმაზე, რომ თქვენ არ ჩამოგივიდეთ აქ რაიმე გარბენ ჩამოყრილი მანქანა. ცხადია შეიძლება, თუკი თქვენ გაკმაყოფილებთ გარბენ ჩამოყრილიანი მანქანა, ასეთსაც შეიძენთ და ასეთსაც ჩამოგიყვანთ ეს კომპანია, მაგრამ თუ თქვენ აი ამისგან გინდათ თავის დაზღვევა, Auto Import Georgia არის ყველაზე ოპტიმალური არჩევანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ოფიციალურად წარმოადგენს Auto Winis.
გარდა გარბენის რეალურობის გადამოწმებისა, ავტოიმპორტ ჯორჯია ასევე ამოწმებს თითოეული ჩამოსაყვანი ავტომობილის ისტორიას ადგილზე სამხრეთ კორეაში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ავტოვინიზე, რომელ საიტსაც უკვე თქვენ კარგად იცნობთ, ენქარის ავტომობილები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია, ყველაზე იაფად დევს. ანუ ენქარი და ავტოვინი არიან პარტნიორები, ხოლო საქართველოში კი ავტოიმპორტ ჯორჯია ავტოვინის ოფიციალური წარმომადგენელი. შესაბამისად, თუ კი თქვენ ენქარის მანქანებს უფრო მეტად ენდობით და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომ უფრო მეტად ენდობით, სწორედ ავტოვინიზე უნდა შეარჩიოთ და ჩამოაყვანინოთ ავტოიმპორტ ჯორჯიას. და ამ ყველაფრის გარდა, ავტოიმპორტ ჯორჯიას შეუძლია ისიც, რომ თქვენთვის საინტერესო ავტომობილი შეამოწმებინოს სამხრეთ კორეაში კიდევ ცალკე ექსკლუზიურად თქვენთვის, გადაიღოს ამის ამსახველი ვიდეო და გაჩვენოთ, ანუ თქვენ აღარ გექნებათ არანაირი კითხვის ნიშანი. აი ესეთი სრული სერვისის პაკეტი იკვრება. მოდი ვნახოთ რა ხდება შიგნით. პირველი რაც თვალში მხდება არის ის, რომ ძალიან კარგად არის მოვლილი ეს მანქანა. მართალია დიდი ასაკის არ არის სულ რაღაც 5 წლის, მაგრამ 5 წელი როგორც წესი საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ კარგად გაცვითოს მომვლელმა. საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს რომ შევადაროთ, ანუ ამერიკიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომობილს, საშუალო სტატისტიკური სამხრეთ კორეიდან ჩამოყვანილი ავტომობილი გაცილებით უკეთესად არის მოვლილი იმავე ასაკის და იმავე გარბენის მქონე. სხვათა შორის კორეელები ძალიან კარგად უვლიან მანქანებს, შეიძლება არა ისე სრულყოფილად იდეალურად, როგორც მაგალითად იაპონელები, მაგრამ ბევრიც არაფერი არ უკლიათ. ჩვენ ბევრჯერ გვქონდა შეხება კორეიდან ჩამოყვანილ მანქანასთან და ყოველთვის ამას ხაზგასმით ვამბობდით, რომ ძალიან უყვართ მოვლა. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აი უკანა სავარდელზე შეიძლება ხშირად და ბევრჯერ არც არავინ არ მჯდარა. ეს უტრირებ, რა თქმა უნდა, იჯდა უკან ადამიანები, მაგრამ აი შეგრძნების დონეზე თითქოს არც არავინ არ მჯდარაო, აი ესეთი არის, ესე მოვლილია. და რაც შეეხება სავარძლების მესამე რიგს, აი იქ მართლა არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ იყო ამოწეული თუ არა, იმიტომ რომ ძალიან კარგ მდგომარეობაშია მანქანის ინტერიერი. მოვლილი, სუფთა, თუმცა სისუფთავე ისეთი თემაა, შეიძლება კარგად გაწმინდო, კიმწმენ და გაუკეთო და მაინც სუფთა იყოს, მაგრამ აი შელახული არ არის დაზიანებული, არ არის ისე გაცვეთილი, როგორც უნდა იყოს საშუალო სტატისტიკური 5 წლის მანქანა გაცვეთილი. კიდევ რა შემიძლია გითხრათ. ახლა მე არ დავიწყებ დეტალურ მიმოხილვას თუ რა აქვს ამ Hyundai Santa Fe 2019 წლიანს, რით გამოირჩეოდა ეს თაობა, მაგრამ თავარს გეტყვით. აქვს თითქმის ყველაფერი, რასაც ელოდებით თანამედროვე ავტომობილში. დაწყებული აი ამ ეკრანიდან, რომელიც არ არის სრულად ახალი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის 5 წლის მანქანა, მაგრამ 2019 წლიანის კვალობაზე არის ძალიან ესეთი საკმაოდ თანამედროვე იმ დროისთვის. სხვათა შორის 2019 წელს წარმოებული Hyundai Santa Fe-ები სამხრეთ კორეაში უკვე ისეთი კომპლექტაციებით არის წარმოდგენილი, როგორიცაც იყო იგივე ევროპული ბაზრისთვის შექმნილი Hyundai Santa Fe-ები ან ამერიკის ბაზრისთვის შექმნილი Hyundai Santa Fe-ები. ეს ეთყობა მას ფაქტობრივად ყველაფერზე. განსხვავებები თუ კი უფრო ძველ მოდელებზე წავალთ, აი 2012-იანი, 2010-იანი, ან თუნდაც 13-იანი, 14-იანი, არა მარტო Santa Fe, არამედ ზოგადად, როდესაც კორეაში წარმოება ავტომობილი და სხვა ბაზრისთვისაც, ევროპული ბაზრისთვის, ამერიკული ბაზრისთვის, იქ რაღაც მცირე დეტალებში შეიძლება განსხვავებები შეამჩნიოთ, მაგრამ აი აქ უკვე 2019-იან თაობას ფაქტობრივად ვერანაირ განსხვავებას ვერ ვატყობ, იმიტომ რომ არის ფაქტობრივად ისეთივე, როგორც არის ევროპული ბაზრისთვის შექმნილი Santa Fe. ეს ეთყობა მას სიარულშიც, თუმცა ეხლა დავიძრათ და მე უფრო დეტალურად გეტყვით მის სიარულზე. ეს არის 2.0 დიზელის ძრავა. დიზელი არის საკმაოდ ეკონომიური, უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც. ჩვენ ეხლა გაჩერებულზე გქონდა დაკოქილი და ცოტათი უფრო აიწია საწვავის ხარჯმა, მაგრამ მაინც სხვათა შორის სანამ გეტყვით საწვავის ხარჯს, აქვე უნდა ვთქვა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩამოსულ ავტომობილებზე ცოტა სხვანაირად არის ხოლმე საწვავის ხარჯი მოცემული და კონკრეტულად როგორ. რა თქმა უნდა კილომეტრებია იქაც და არა მილები, მაგრამ მაინც აი გვიწერს, რომ საშუალო საწვავის ხარჯი, მას შემდეგ რაც ჩვენ დღეს დავიწყეთ ამ მანქანის სიარული, მისი გადაღება და მისი ტესტ-დრაივი, არის ასეთი 14.5 მეათედ ლიტრს არ წავს, ამდენს არ წავს. 14.5 მეათედ
კილომეტრს გადის 1 litrით. აი ესე პირიქით აქვთ კორეელებს. ანუ, ესე იგი 14.5 კილომეტრს თუ გადის 1 litrით, ეს რო გადმოვიყვანოთ ჩვენებურზე, ანუ 10 litrით გადის 145 კილომეტრს. აი ეს რო გავყოთ და უკვე ჩვენი შედეგი რომ დავაფიქსიროთ, რაც ჩვენ ძღოლებისთვის არის ესე ვთქვათ ახლობელი და გასაგები, დაახლოებით გამოდის ესე 7 ლიტრი. დაახლოებით 7 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს არის მშვენიერი მაჩვენებელი ამ ხელა მანქანისთვის, ამ სიმძიმე, ამ ზომის ავტომობილისთვის. ხო, როგორ დადის ეს ჩვენი Santa Fe? ჩვენი რა, ანუ იმისი, ვინც ჩამოიყვანა, ჩვენი არ არის. ძალიან რბილად მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან რბილად მოხვევაც არის რბილი. ხმის იზოლაციაც არის საკმაოდ მისაღები. მაგრამ თავარი არის აი ეს სირბილე. მოხვევის და სვლის სირბილე, ანუ ძალიან ორიენტირებულია კომფორტზე. გასაგები მიზეზების გამო Hyundai-მ უკვე დაახლოებით 2010-იანების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ძალიან დიდი აქცენტი გაეკეთებინა ამ სვლის სირბილეზე და სვლის კომფორტზე და რბილი მანქანა კრუიზირების სურვილს მიტოვებს, მხოლოდ კრუიზირებაში გულისხმობა ესე რბილად სიარულს, ცოტა ზედმეტი სპორტულობის გარეშე, ზედმეტი აჩქარებების გარეშე, თუმცა ძრავა არის საკმაოდ მძლავრი. ეხლა მაქვს მე ეკო რეჟიმში და ძალიან კარგად გაიქცა. მოდი გადავრთოთ, აქვს რეჟიმები და ბარემ ამაზე ვისაუბრებთ. აი აქ გვაქვს ღილაკი, გვაქვს რამდენიმე რეჟიმი, სმარტი, ანუ ჭკვიანური, როცა თვითონ შეეცდება რაღაცები მოიფიქროს, კომფორტი, სადაც უკვე მეტ სირბილეზე და მეტ კომფორტზე იქნება ორიენტირებული. გვაქვს ეკო რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით აქცენტირებული იქნება წვაზე და საწვავის ხარჯის სიმცირეზე და არის სპორტიც. კარგია, ნახოთ აბა ეხა სპორტი. მოსახვევებში ცოტა გახისტდა საჭე, ცოტა, კი ბატონო. ეს მოსალოდნელიც იყო, სავალი ნაწილი, ანუ დაკიდების სისტემაც ცოტა მეტად ესე ჩახისტდა, მაგრამ არა ძალიან. ძრავა რა თქმა უნდა იჭერს ბრუნებს მაღლა. რთავს გვიან უფრო მეტად, იმიტომ რომ სიმძლავრე გეყოს და არ მოგიწიოს თავიდან ამოქაჩვა ამ სიმძლავრის. გასაგები ხა. მე არ მგონია რომ მაინც Santa Fe-ი ვინმე სპორტულად იაროს და თუ დაგჭირდა ჩართავდა კი ბატონო, მაგრამ ზოგადად უფრო კომფორტსა და ეკოს შორის გააკეთებენ ხოლმე აქცენტს, იმიტომ რომ საწვავის ხარჯი ამ მანქანას მაინც საკმაოდ მცირე აქვს, როგორც გითხარით. და მაინც და მაინც ეკო რეჟიმით სიარულს ბევრი არ დაიწყებს, იმიტომ რომ ეკო რეჟიმში უფრო სწრაფად რთავს, უფრო დაბალ ბრუნებზე მუშაობს და რაღაც მომენტში შეიძლება არ გეყოს ის სიმძლავრე, რაღაც დროის განმავლობაში, თორემ მე რეალურად გეყოფა, გასასწრება და ასე შემდეგ, ამიტომ მგონია მაინც რომ ბევრი ივლის კომფორტით, ანუ 80% ივლის კომფორტით იმდენად რბილი სატარებელია და მაინც არ წვავს ეს მანქანა ბევრს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გააკეთებს აქცენტს უფრო კომფორტის რეჟიმზე. Sveta სხვათა შორის არ ეთყობა არც ტექნიკურად. 125,000 კილომეტრი შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ იყო დრო, როცა Hyundai-ის მარკის ავტომობილები რაღაც 100,000-ის მერე იწყებდნენ რაღაცა ხმების გამოცემას სალონში, ეთყობოდა ცვეთა გადაცემათა კოლოფსაც მუშაობდა, მაგრამ უკვე რაღაცა დარტყმებს გზნობდი და ასე შემდეგ. ეს პრობლემა Hyundai-მ დიდი ხანია გამოასწორა, დიდი ხანია წლებია უკვე. 2019-იანი Santa Fe ზუსტად ის თაობაა, როდესაც უკვე არანაირი კითხვის ნიშნები ამ მხრივ აღარ არსებობს. არ ეთყობა მანქანას, რომ ამ მანქანას აქვს გავლილი 125 კილომეტრი, 125,000 კილომეტრიც კი მართლა, აი ამას ვამბობ თამამად. ხო, ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სამხრეთ კორეიდან ჩამოსული მეორადი ავტომობილი უმართე, რაღაცა დაკიდების სისტემა ცოტათი შელახული იყო. მწყობრიდან გამოსული არაფერი არ იყო, მაგრამ თითქოს აი კავშირი წინა და უკანა ღერთ შორის იყო დარღვეული ოღონდ დროის გამო და გარბენის გამო. ანუ რაღაც პერიოდის მერე ეს სრულყოფილი კავშირი წინა და უკანა ღერთ შორის არ იყო და ზოგადად დაკიდების სისტემას აი შელახული. კარგი სიტყვაა ქართველებს გვაქვს ეგეთი სიტყვა შელახული და იყო ცოტა შელახული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის და ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი თამამად უკვე შეიძლება ურჩიო ადამიანს 2015-ის აქეთ ავტომობილები უფრო ძველი ჩამოყვანა აღარც არის რეკომენდებული, ჩამოიყვანონ სამხრეთ კორეიდან, რომ განსაკუთრებით ენქარის მანქანებია ხოლმე ესეთი მართლა ძალიან კარგად მოვლილი, ოღონდ ბევრად ძვირიც არ ღირს არა ენქარის მანქანებთან შედარებით. არა, იმდენად კარგად არის, რომ მართლა ახალივით მანქანაა. თავმოჩემელი გითხრათ, რომ ეს Santa Fe არის ფაქტობრივად ახალივით.
როდესაც დასაწყისში ვისაუბრეთ იმაზე, რომ Hyundai Santa Fe ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტია, ეს შემთხვევითი არ იყო. Santa Fe არის მანქანა, რომელიც მართალია არ არის პრემიუმ ბრენდი, მაგრამ არც ისეთი ავტომობილია, რომელიც სადმე შეგარცხვენს და ვერ იტყვირო Santa Fe მყავსო. არის ძალიან კომფორტული, საკმაოდ დიდი, ტევადი, ამავდროულად დიზელის რავით, საკმაოდ ეკონომიური თავისი ზომაწონიდან გამომდინარე, აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც უნდა ჰქონდეს თანამედროვე ავტომობილს და საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი გამოდის ოჯახისთვის. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბოლოს. ჩამოდის დაუზიანებელი კორეიდან, ჩახვალთ, დაკოქავთ და თქვენ თვითონ წამოიყვანთ.